ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის 28 მილიარდის ღირებულების პროდუქტზე იმპორტის გადასახადებს აამოქმედებს. ამის შესახებ ევროკომისიამ ამერიკის ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ განაცხადა. დღეს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა. ბლოკის საწინააღმდეგო ზომების მიღებას 1 აპრილს დაიწყებს და 13 აპრილიდან სრულად ამოქმედდება. საშეღავათო პირობები ეხებოდა მრავალი დასახელების პროდუქტს, როგორც სურსათის, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფები დამატებით 18 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქტებს შეეხება. ბლოკის ძირითადი მიზანი კი ისაა, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები თანხმედრაშია შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებთან. სამიზნე პროდუქტებს შორისაა ფოლადი და ალუმინი, ქსოვილები, საოჯახო ტექნიკა, პლასტმასა, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა. ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ავრცელებს. კანონპროექტს მხარი 217-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 213-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. კანონპროექტი ამერიკის მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 30 სექტემბრამდე ითვალისწინებს. მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს პარასკევამდე ეგრეთ წოდებული შატდაუნის თავიდან ასაცილებლად ამერიკის სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო შემდეგ მას ხელი ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. ამერიკის განათლების დეპარტამენტი თანამშრომელთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს. შემცირება შეეხება დაახლოებით 2100 ადამიანს, რომლებიც 21 მარტიდან შვებულებაში იქნებიან გაშვებული. დეპარტამენტში, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 238 მილიარდ დოლარს შეადგენს, 4000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 1979 წელს დაარსებული დეპარტამენტი ზედამხედველობს საჯარო სკოლების დაფინანსებას, ადმინისტრირებას უწევს სტუდენტურ სესხებს და ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც დაბალშემოსავლიან სტუდენტებს ეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის კიდევ ერთი შეთანხმებიდან გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც მდიდარი სახელმწიფოები განვითარებად ქვეყნებში მწვანე ენერგიის პროექტებზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რამაც საბოლოოდ ნახშირბადის ემისიების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის მონაწილე ქვეყანამ სამხრეთ აფრიკამ გაავრცელა, რომლის ინფორმაციითაც შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო პარტნიორთა ჯგუფი დატოვა. ბლოკის მიზანი იყო ენერგოტრანზიციისთვის ფული სამხრეთ აფრიკისთვის, ინდონეზიისთვის, ვიეტნამისა და სენეგალისთვის გამოეყო. საერთაშორისო გაერთიანების წევრები ამერიკის გარდა ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა, იაპონია, ნორვეგია და დანია არიან. სამხრეთ αφრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამერიკის გადაწყვეტილება გამოთიშვა და შეთანხმება სამხრეთ აფრიკის, ინდონეზიის და ვიეტნამის დასახმარებლად ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. სენეგალის დაფინანსებისთვის კი ამერიკის სახსრები არც მანამდე გამოუყია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის 47 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანა კლიმატის შეთანხმებებს გამოთიშა. 20 იანვრის ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ ტრამპმა დატოვა ნიშანსვეტური პარიზის კლიმატის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები კლიმატის ცვლილებას ერთად ებრძვიან. უმსხვილესმა ამერიკულმა კრიპტობირჟამ Coinbase-მა ინდოეთის ბაზარზე დაბრუნება გადაწყვეტა, რისთვისაც მარეგულირებელი ორგანოსგან შესაბამისი ნებართვა მიიღო. როგორც Coinbase-ის განცხადებაში აღნიშნული, უახლოეს მომავალში ინდოეთის მოსახლეობა კრიპტობირჟის სერვისებით სარგებლობა შეძლებს, რაც მას შემოსავლის გაზრდის საშუალებას მისცემს. უნდა აღინიშნოს, რომ Coinbase ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტული ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დასავლეთში განსაკუთრებით პოპულარულია, თუმცა აზიის რეგიონში თავის დამკვიდრება უჭირს. მართალია, წლების განმავლობაში Coinbase-ის სერვისები ინდოეთშიც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა 2022 წელს კომპანიას ბაზრის დატოვება მოუწია, რადგან მარეგულირებელმა ორგანომ მას ოპერირება შეუზღუდა. უმსხვილესმა ესპანურმა ბანკმა BBVA-მ ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოსთან ბიტკოინით, ეთერიუმით და სხვა კრიპტოაქტივებით ვაჭრობის უფლება მიიღო. BBVA-ის კლიენტები პირდაპირ პლატფორმიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოვალუტების ყიდვას, გაყიდვას და შენახვას, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ. კორპორაციული კლიენტების მხრიდან კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიამ აღნიშნული სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო. მარეგულირებლის განმარტებით ბანკი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მას ყველა ის საჭირო ლიცენზია აქვს, რომელიც სერვისის მიწოდებისთვის არის საჭირო. როგორც ცნობილია, ესპანურ ბანკს 72 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის მსოფლიოს 30 ქვეყანაში არის წარმოდგენილი. იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიის Nissan-ის გენერალური დირექტორი მაკოტო უჩიდა თანამდებობას ტოვებს. კომპანიის ხელმძღვანელის ცვლილება პირდაპირ კავშირშია Nissan-ის და Honda-ს 60 მილიარდიანი გარიგების ჩაშლასთან, რომელიც იაპონური კომპანიების გაერთიანებას და ფინანსური კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნად. როგორც ცნობილია, გარიგების ჩაშლის ინიციატორი სწორედ მაკოტო უჩიდა იყო, რომლისთვისაც Honda-ს ხელმძღვანელობის დამოკიდებულება და Nissan-ის მოხსენიება როგორც შვილობილ კომპანიად პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა. ინვესტორთა ნაწილის შეფასებით უჩიდამ პირადი ამბიცია კომპანიის ინტერესებზე
უმაღლა დააყენა და ამით ისტორიული მნიშვნელობის გარიგება ჩაშალა, ამიტომ ის ნისანის მართვის პროცესს უნდა ჩამოშორებულიყო. უჩიდას გადადგომის შემდეგ ნისანის გენერალური დირექტორის პოზიციას ივან ესპინოსა დაიკავებს, რომელიც აქამდე საოპერაციო დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, ესპინოსას მთავარი პრიორიტეტი ნისანის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება და ახალი ინვესტიციის მოზიდვა იქნება, რათა იაპონურმა ბრენდმა გადარჩენა შეძლოს. 90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩენა ჩინეთის, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვნად შემცირებას უკავშირდება, რასაც თავის მხრივ ჩინური, ამერიკული, იაპონური და კორეული ავტომწარმოებლებისგან მომავალი ზეწოლა განაპირობებს. ნისანის გაყიდვების უდიდესი ნაწილი ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოდის, ამ მიმართულებით კი კონკურენტების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ნისანმა რესტრუქტურიზაციის სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც სამუშაო ძალის 9000 თანამშრომლით შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გლობალური წარმოების 20% შემცირებას და ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს. გლობალური wellness ტურიზმის შემოსავლები ბოლო წლებში მკვეთრად მატულობს. 2024 წელს ბაზრის ზომა 895.09 მილიარდი იყო და პროგნოზის თანახმად მაჩვენებელი წელს 978.14 მილიარდამდე გაიზრდება, რაც წლიურად 9.3%-იან მატებას ნიშნავს. ამის შესახებ The Business Research კომპანიის ანგარიშში აღნიშნული. კვლევაში ზრდის მიზეზებს შორის მოყვანილია ხარჯების ზრდა კულტურულ და სპორტულ ტურიზმზე, განვითარებად ბაზრებზე ძლიერ ეკონომიკური ზრდა, განკარგვად შემოსავლის მატება, მოსახლეობის დაბერება და პენსიაზე ნაადრევად გასვლა, ასევე სწრაფი урбанизация. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, wellness ტურიზმის ბაზრის ზომა სავარაუდოდ ძლიერ ზრდას გააგრძელებს მომდევნო რამდენიმე წელიწადში. ის გაიზრდება $1.411 მილიარდ $620 მდე 2029 წელს 9.6%-იანი წლიური ზრდის ტემპით. გასულ წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტი მხოლოდ 7 ქვეყანამ დააკმაყოფილა. ამის შესახებ როიტერსი შვეიცარიული კომპანიის ჰაერის ხარისხის ინდექსზე დაყრდნობით იტყობინება. IQ Air-ის მონიტორინგის თანახმად 2024 წელს ჰაერის დაბინძურება ყველაზე მწვავედ ჩადსა და ბანგლადეში დაფიქსირდა, სადაც სმოგის დონე ჯანოს რეკომენდაციასთან შედარებით 15-ჯერ მაღალი იყო. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებმაც ორგანიზაციის რეკომენდაცია შეასრულეს, ესენია ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, გრენადა, ესტონეთი და ისლანდია. როგორც მკვლევრები ამბობენ, ჰაერის ხარისხის კონტროლი ამიერიდან გართულდება, რადგან შეერთებულმა შტატებმა გლობალურად მონიტორინგის მექანიზმები შეაჩერა. განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში ჰაერის დაბინძურების გასაზომი ერთადერთი ხელსაწყო ამერიკის საელჩოებსა და საკონსულოებზე დამონტაჟებული მოწყობილობები იყო, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ამჟამად გაუქმებულია. სახდეპი მიზეზად ბიუჯეტის შემცირებას ასახელებს, რის გამოც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ვებგვერდზე 17-წლიანი მონაცემები წაიშალა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სოციალურ საცხოვრებლებში ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის მზის პანელების გამათბობლებისა და თერმული იზოლაციის მოსაწყობად 1.8 მილიარდი გირვანქა სტერლინგის, ანუ 2.3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რაც მობინადრეებს ფინანსების დაზოგვასა და ემისიების შემცირებაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. კომუნალური გადასახადების შემცირება ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ დაისახა. ხელისუფლება ასევე აპირებს 2050 წლამდე მნიშვნელოვნად შეამციროს ნახშირბადის ემისიები და თავის კლიმატის მიზნე მაჩვენებლებს მიაღწიოს. იქიდან გამომდინარე, რომ ბრიტანეთში ბუნებრივი აირის ღირებულება ზედიზედ მესამე კვარტალია იზრდება, მოქალაქეების კომუნალურმა გადასახადებმა 4 მილიარდ ფუნტს მიაღწია. დაფინანსება მცირე შემოსავლის მოსახლეობასა და იმ პირებზეა გათვლილი, რომლებიც სოციალურ საცხოვრებლებში ცხოვრობენ. ხელისუფლების ინფორმაციით პროგრამა ინგლისში 170,000 სახლზე გავრცელდება.